სალამი მეგობრებო, როგორც ძალიან კარგ ქართულ კინოშია, ევროპა გვეუბნება, რომ კაცობას თავი დაანებეთ და ბოზობა დაიწყეთო. აი ესეთი მესიჯია პირდაპირ, რა კავშირი აქვს ჩვენ რომ ჩვენი შვილების დაცვა გინდა LGBT თემისგან უვიზოსთან, ამ კავშირს სოფლიოში ვერან ვერ დაადგენს. არ არსებობს, ეს არის უხეში შანტაჟი. აი ამაზე უნდა ვილაპარაკოთ მთელი გადაცემა, მეგობრებო, იმიტომ რომ მართლაც საინტერესო თემაა. ყველანაირი ზეწოლა შეიძლება. მაგალითად, ევროპა ჩინეთს ოპიუმის ომებში ავიწროებდა და აძალებდა ოპიუმის ყიდვას. ხმარებას. ნარკოტიკის ყიდვას, ხო, შეტანას. ანუ ჩინეთმა ნაინახა რა რომ ოპიუმი მის ჩინოვნიკებს ყვლიდა და სახელმწიფო იშლებოდა, აკრძალა ოპიუმის გაყიდვა. ინგლისელებმა და ფრანგებმა დაუწყეს ომი ჩინეთს, რომ ნარკოტიკის შეტანა შეძლებოდათ. და მოიგეს ეს ომი. ორჯერ მოიგეს ეს ომები. აი ეს ოღონდ ახლა ძალიან შორეულ წარსულში ეს არ ხდებოდა რა. ხო, ჩვენთანაც ესე იგი ისე უნდათ რომ ქართული ოცნება არ მართავდეს. ქართული ოცნება კი არა. ნებისმიერი პატრიოტი ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის დაცემა თესლისალში გახვევა, არ უნდა რომ მზად არიან ერთმანეთთან აბსოლუტურად დაუკავშირებელი რაღაცების შანტაჟის გზით აი ეს უნამუსოდ დააკავშიროთ. მინდა გითხრათ ესეთი რამ შეგახსენოთ, რომ ძალიან ბევრ ევროპისგან ძალიან შორს ქვეყანას აქვს უვიზო მიმოსვლა. მაგალითად ემირატებს, მაგალითად კოლუმბიას და სამხრეთ ამერიკის ძალიან ბევრ ქვეყანას, ხო? აი ემირატებში როგორი მდგომარეობა LGBT თემთან დაკავშირებით, კომენტარი თქვენთვის მომინდია. საერთოდ რა კავშირია, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა კავშირი აქვს უვიზო მიმოსვლას და აი ამ აბსურდს გამჭირვალობის შესახებ კანონის გაუქმებასთან, არასრულწლოვანთა დაცვის კანონს, LGBT პროპაგანდისგან და ოჯახური ღირებულების დაცვის კანონს და სააკაშვილის გამოშვებას, პოლიტპარტნიორი სააკაშვილი ნომერ პირველი მაგათი. აი ვერავინ ვერ ახსნის. მე მგონი საკუთარ თავს გადააჭარბა დამპალმა ევროპამ. ეს არის გარყვნილების ბუდე. ეხლა ნებისმიერი შეთქმულების თეორია, რომელსაც ადრე შეთქმულების თეორიას ვიძახდეთ, გახსოვთ, არ მომერიდდება ამ სიტყვის ეთერში თქვა და ესეთი თოსანი გამოქვმა იყო გვაბი დარასტებენ. და რა თქმა უნდა, ეხლა ეგ იყო რაღაცა უხეში გამონათქვამი, რომელზეც ასე თქვა, ჩვენ შესაბამისი რეაქცია გქონდა და ესე არ შეიძლება თქვა ესე. ეხლა არ შეიძლება ესე ლაპარაკი, მაგრამ სადღაც ეჩვევი ჩდება რომ ამათი დედავატირი რაღა ამ კანონს ეცენ. როგორ შეიძლება ასეთი კანონი, ტრამპის კანონია ესა, ტრამპი რასაც აწვევა და გაუბედავენ ტრამპს იგივე ეს, მაგრამ ჩვენ დაბალი ღობი გნახეს. საქართველოს მოსახლეობა, ქართველები, სხვა ეროვნების ჩვენი ძმები და მეგობრები არასოდეს არ დათმობენ უვიზოს, რომელიც პრინციპში რა თქმა უნდა არ არის ეგზისტენციალური საკითხი. არ უფრო რიგში არ დადგე რა ის არის რა, უდობსტვა რა, ოკუპანტის ენაზე რო თქვა. არ დავთმობთ ამ საკითხს და ამ მეორეს. ერთმანეთთან შეუძლებელია დავაკავშიროთ. ის ხელისუფლება, ვინც ამ დათმობს ამ კანონს და ასევე სუვერენიტეტს, ამ კანონს განსაკუთრებით, არის განწირული ხელისუფლება. და ამას რა თქმა უნდა ქართული ოცნება, რომელსაც შემოიღო ეს კანონი, ამას არ გააკეთებს. შესაბამისად გვაქვს თავდასხმის კიდევ ერთი მსვლელობა. არის დიდი ალბათობა რომ უვიზო გააუქმონ, არის რა თქმა უნდა ამის დიდი ალბათობა და დედა მომიგდეს აგერა ვარ, აგერ ეთერში არ მოყვება ამას არაფერი სერიოზული. მე ქართული ხალხის იმედი მაქვს. ეს არის ჩემი განცხადება. ეხლა მოდით ვისაუბროთ. შალომ, დავიწყოთ იმით. პირველი რატო ითხოვენ იმ NGO-ების დეკლარაციის შევსების კანონის გაუქმებას. ანუ მეტი ხო არაფერი. ძალიან მარტივად რა. ქართულმა ოცნებამ შემთხვევით არა, მაგრამ ასკარად შეგნებულად, მაგრამ არ მოელოდა მიაგნო იმ წერტილს, რომლითაც ისინი ჩვენ გვაკონტროლებენ. ანუ შეხედეთ რა, აი მოდი თქვათ რა, პირდაპირ რა, დასავლეთი ევროპის სახით მინიმალური სამარცხვინო დანახარჯებით აკონტროლებდნენ საქართველოში ძალიან ბევრ სფეროს. იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ რამოდენიმე ასეულ ადამიანს გადაუხდით ფულს და არც თუ ისე დიდ ფულს, საკმარისია იმისთვის რომ ეს ხალხი მზად იყოს საკუთარი ქვეყანა, მოსახლეობა, შვილები, მომავალი ყველაფერი გაწირონ. ყოველგვარი პრობლემის გარეშე რა გუშინ ხუსმენდი TikTok-ში ავამიგდო ბატონი შალვა პაპუაშვილი ვამბობდა რომ უცებ გამოარკვიეს რომ ერთ-ერთი NGO აფინანსებდა მოლოტოვის სროლის წახალისებას ევროკავშირის დაფინანსებული. ოღონდ შალვა თავი იცი რა არის? მიდი ერთი შენ დააფინანსე
იმაში გერმანიაში ისა NGO რომ ისა გერმანული პარტია აკრძალეს გერმანეთის მოქალაქეებიდან შემდგარი და მეორე პოპულარობით პარტია აკრძალეს NGO შეხედე აი ეს არის პირველი თემა რა ჩვენ ვიცავთ საკუთარ ინტერესებს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მოსახლეობას სხვების გავლენისგან. ეს არის ძალიან მარტივი რა. ჩვენ თუ ამაზე უარს ვამბობთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა გქონდეს და აღარც გექნება მომავალი. არც გექნება, იმიტომ რომ რაც არ გინდა ღმერთმა არ აქ არის ერთი დეტალი რა. შენ თქვი ასეთ რამე რომ ის მთავრობა რომელიც ამას გააუქმებსო, არჩევნებს წააგებსო. არა, ანუ აზრი არა. შეხედე, ჩავა ერთი დეტალია. ევროპის მოწონებული მთავრობა არჩევნებს არ წააგებს. თუ წააგებს, იტყვის რომ მოვიგეო. როგორც გააკეთეს მაგალითად მოლდოვეთში. როგორც გააკეთეს მაგალითად რუმინეთში, სადაც პრეზიდენტობის გამარჯვებად კანდიდატს უბრალოდ გააუქმეს. ოღონდ არ ვიცი რამდენი ხანი გაძლევს ეგ თავრობა. მოდი ეგრე პირდაპირ. მოდი რა მე ანუ ამ ოპტიმიზმს მოკლევადიანი პერიოდში რომ ევროპაში უცებ ჩამოიშლება ამჯერა. მე ვამბობ რომ ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული ინტერესი. იმიტომ რომ კიდევ ერთი დეტალია ხალხო მე ამას სულ ვამბობ. ჩვენ ეხლა გვაქვს განსხვავებული ხედვა ევროპისგან მაგალითად LGBT თემთან დაკავშირებით. გვაქვს ამტკიცდა რომ ეს არის თავარი საკითხი. ხო დამტკიცდა მეგობრებო. არა. მან არის ერთი დეტალი. არ გვაქვს ჩვენ უფლება რომ რაღაც განსხვავებული შეხედულება გქონდა ეს. ანუ მან არის ანუ აქ შეხედეთ რა. ხო შეიძლება რომ სხვა რამე იყოს. ხო შეიძლება რომ ხვალ არა. მოდი თქვათ რა. ხო შეიძლება რომ ხვალ ევროპაში გაჩნდა რაღაცა კიდევ სხვა გიჟური იდეა რომელიც შეიძლება არ მოგწონდეს. არა, რასაც იქ აიტაცებს შენ უნდა ანუ მე მაინტერესებს ანუ ჩვენ რო ევროკავშირში თუ შევალთ. ანუ არ შეიძლება გქონდეს განსხვავებულება. ევროპული ღირებულები არის LGBT თემის პროპაგანდის არსებობა. კაი შავა დღეს LGBT ხო შეიძლება სხვა რამე იყოს. არა, ხვალ რაც იქნება იმას დამატებით გეტყვით. იმიტომ რომ თქვენ ხართ არარაობები, პატარა რაღაცა არარსებული ქვეყანა. დიდი მადლობა რომ საერთოდ გელაპარაკები და რასაც ჩვენ ვიტყვით ისე უნდა გააკეთოთ. და მაგრამ ყველაზე უფრო ცინიკური იცი რა არის ყველაფერში? ყველაზე უფრო დიდი ცინიზმი. აი ყველაზე დიდი ცინიზმი? მაინც არ მიგვიყევენ ევროკავშირში. არა, ეგ რა. მაგას თუ დათანხმდა, რა თქმა უნდა. შეხედე რა. ანუ აი ხა წარმოვიდგინეთ რომ ევროკავშირში ამას რომ ქართულ ოცნებას უნდა გავუკეთოთ ყველაზე დიდი საშინელება. ვიღებთ ევროკავშირში. და მომავალწელს არჩევნებმა წააგოს ქართულ ოცნებას. აი რაღაცა ეგეთ ახლა ამდენ სიგიჟეს რომ ისმენთ. ხო აბსოლუტურად იგივე სიგიჟე იქნება. საერთოდ უნდა დავიწყოთ ევროკავშირის იდეის კრიტიკული ანალიზი. მე მინდა ვთქვა ასეთ მე ვთვლი არ მოყურე მე მინდა ვთქვა ასე მე ვთვლი რომ ბოლო 5 წელიწადში ქართულმა სახელმწიფომ მათემატიკამ ანალიტიკამ გამოვიდა რომ საქართველოს ევროკავშირის გარეშე უფრო მაგარი აღმავლობა შეუძლია ქონდეს. აი სწორია. დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი დღეს შეიძლება ბევრი ანალიზი ამას არ დაჭირდეს მაგრამ ნელ-ნელა უნდა ვილაპარაკოთ რომ კავშირი რომელიც გაიძულებს არ მინდა ეხა ჩვენ რასაც ვამბობთ ერთ-ერთს მიღვა, მაგრამ მართლა რა წერია იმ კანონში სკოლაში LGBT გავლენა არ იყოსო, პრაიდი არ ჩატარდესო. რა ვიცი, რა არის ამაში? ანუ ხო ხდები და საპირწონე არის ვიზაზე დადგები რიგშიო. შავ და ერთს დავამატებ. ორი საკითხია, როგორ შეიძლება ერთმანეთთან შეთანადო? მე ერთს დავამატებ, რომ ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ბოლო დღეები ვისმენ ასეთ რამეს, რომ ევროკავშირის ვიზებთან დაკარგვასთან ერთად ჩვენო დავკარგავთო ქართველებიო, ეხლაო ბარდებიანო სამკურნალოდ უცხოეთში და არა, ეგ აბსოლუტურად. შეხედეთ რა. ერთი კაცი არ მინახავს. მე შემიძლია ამ თემაზე. მაგას პრემიერმა უპასუხა. ანუ მე შემიძლია ამ თემაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ძიმე დაავადებებმა გამოდი. ერთი კაცი არ მინახავს, რომელსაც უთქმია, რომ რატო არ ვაკეთებ იგივეს საქართველოს. არა, შავ სხვა რამეს ვამბობ, რატო არ ვაკეთებ იგივეს საქართველოში. რატო რატო არ ქონით იგივე პირობებს საქართველოში. მე მაგალითად მთელი ჩემი დაავადება მიკურნალე ბათუმში. თბილისშიც კი არ მიკურნალე. წარმატებით ძალიან ჩაოლებდა, ანუ საყოველთაოს დახმარებით ვიმკურნალე ვაფშე რაღაც 10% თუ 20% გადავიხადე. აი რატო არ შეგვიძლია რომ ესე იგი, სამხარეზე დგას არ მინდა რა თქვა. ხალხურად არა. ეგ დგას ბოზობა, კაცობას თავი დაანებდა და ბოზობა დაიწყო და მეორე ხალხს არის რიგში არ დადგები რა. რიგში დადგები. ჯერ ზოგადად რეზოლუციის როდესაც არავინა თითქმის არავინ არ ესწრებს არიელ იმაში მიიღეს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ალასის წერილზე დაყრდნობით. ესე იგი მეორე
მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ესე იგი განწყობებს არ იცნობენ საქართველოში. არ იცნობენ. აი ეს მნიშვნელოვანი მომენტი და NGO რა ყველა ცუდი რაც გააკეთა თვითონ ევროკავშირისთვის, ეს არის რომ აი ის იმდენად მე ესე მგონი, იმდენად გაუყალბა თვითონ ევროკავშირის ამ წარმომადგენლებს რეალობა. ეს იყო NGO-ს მოხსენებებს კითხულობენ, ხო, რეალურად. იმდენად გაუყალბა რომ მათ აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა აქვთ აქ რაც ხდება. აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა აქვთ. ის რაც წერია იქ, არ შეიძლება იცნობენ იმათი მსჯელობენ ქართველებს. და პირადად ვისაც იცნობენ. რეალობის გაყალბება იწვევს არასწორ გადაწყვეტილებების მიღებას. ის რომ სააკაშვილი წერია იქ, სააკაშვილის გაფუძნებელად, ხო? ეგ იმდენად აცდენილია ყველაფერთან. მათ შორის ეხლა პროტესტი რომ მიმდინარეობს, უმრავლესობას რომ კითხო ალბათ, არ ვიცი ეხლა. ალბათ ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ესე საუბრობდნენ, რომ არ უჭერენ მხარს ნაცებს, ესე საუბრობენ. მე არ მჯერა მაგის, მაგრამ ესე პოზირებდნენ. ანუ იმდენად არის გაყალბებული რეალობა, რომ სწორი ანალიზის და სწორი ნაბიჯების გადადგმის საშუალება გირთულდება. და შენი ესეთი ზეწოლა ხდება ზეწოლა როდის არის ეფექტური, ხო? შენ იცი ქვეყნის მენტალიტეტი, შენ იცი ქვეყნის მდგომარეობის რეალობა და შენ ურტყავ წერტილოვან დარტყმას აკეთებ. არა, უყურე, როცა სამხრეთზე სასწორის ერთმინაზე ეს არის ახლა. მეორე მხარეზე რაღაცა უვიზო, ხო? ზეწოლას აზრი არა. არა, ნახე, მე მინდა შევადარო უბრალოდ 2002-2003 წლებში მიმდინარე მოვლენებს. აქ 2002 წელს და 2003 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებმა დახმარება შეაჩერა საქართველოსთან. იქ მთელი რიგი მოვლენები მოხდა, რამაც წერტილოვანი დარტყმები გამოიწვია. მაგრამ ეხლა არა ვარ დამოკიდებული. რატომ? მე ესეც ისე იქ იყო ის ელჩი ჯობდა რა თქმა უნდა, იმ ელჩის შემდეგ ელჩებს გახსოვს ხო? რომელმაც ადეკვატურად იცოდა ეს რეალობა, პარლამენტარებს იცნობდნენ. აქ მე მგონი ეს კომუნიკაცია არ ხდება. მეჯოებს ხვდებიან საკუთარი ჯგუფებს. ხო, ეს ბოლო ელჩი ხო ესეთი. შიდა ლაპარაკი მიმდინარეობს, არ იცის იქ სამთავრობო ინცესტუალური ურთიერთობაა, კი ბატონო. მე მართლა ძალიან მაკვირვებს აი ეს ჯინიანობა, აი წმინდა აი პოლიტიკური პრაგმატიზმი რო ყოფილიყო, აი ევროკავშირი ეს არ უნდა ეთქვა, ეს კანონი რა. ხო, მაგას ვამბობ რა, რომ აი თქვა, აი ხო, გაიგიჟეს თავი ამ ქართველებმა, რაღაცა აი ჩვენარი ნათელები ვერ არიან, მოდი დავაცადოთ. მოდი მოვატყუოთ, ეს არ ჩავწეროთ, შევაპაროთ. LGBT შევაპაროთ და მე უკნათ ის რაც საგნელია, ხო? ანუ მაღიარებინოთ ეს გავაფერადოთ ასე ვთქვა. ანუ ეს ამას რო აშუქებთ. არა, პირიქით. ანუ უფრო რქებით რომ ანუ ეს რო კონტრპროდუქტიულია მათ რატო ვერ ხვდებიან და აი ამაზე პასუხი მაქვს ესეთი ჰიპოთეტური ასეთი რომ იმიტომ რომ არ გიყურებენ როგორც ვიღაცამ დაბიოს რომელსაც ეხა ეგ რო გააკეთო არის რომ აი ისის რაღაცა პოლიტიკური სუბიექტია მეტნაკლებად და აი ცოტა პოლიტიკური ცვიერება საჭირო ცოტა ხანი ეს გავაჩუმოთ შემოვიტყო და მე გავაფერადოთ ეს ქართველები პატარა გადახრა მეგობრებო ამელჩამდე რო ქალი იყო დეგნანი ხო თუ რაგვარი იყო დროშით რო არა მაგარი იყო რომ რა გააკეთა ყველას კარგად გახსოვს ავიდა ხევსურეთში მანამდე ალავერტში იყო დიდი სანთლი ძალიან დიდი სანთლი ეგ ფოტო ხო გახსოვთ თავსაკრული და ხევსურეთშიც რაღაცა მღეროდა მაგრამ ამავე დროს დასავლური ცივილიზაციისთვის აი იმ ცივილიზაციის ასევე LGBT პრაიდზეც მივიდა და ანუ ჩვენთვის ხო აბსოლუტურად მიუღებელია შენ ეგ რომ მიხვედი ეს ყველაფერი ყალბია აქ რატო დადიხარ, რა საცლით დადიხარ. ხვდები და იმან გააკეთა დასავლელი დიპლომატისთვის ყველასთან მივიდა, ყველას პატიმის და ყველა ინტერეს ჯგუფები. ანუ აი ხვდები რა პრიმიტიულია. რეალურად გამოვდივართ პოსტსაბჭოთა ეპოქიდან. რა იყო პოსტსაბჭოთა ეპოქა? პოსტსაბჭოთა ეპოქა იყო არასრულფასოვნების კომპლექსი ნებისმიერ დასავლურ სიგიჟესთან. ნებისმიერთან, არა, შეიძლება კარგიც იყო რაღაც, აი ნებისმიერ სიგიჟე შენ უნდა მიგიღო კონტროლი და ეხა უბრალოდ თავდება ეს ეპოქა და ისინი ისე ძველი ლოგიკებით გვიყურებენ. ბატონო ზაზა, რა სიტყვით? ეხა არჩევანის წინაშე დაგვაყენეს ორი დასავლეთი, ანუ ერთი არის ევროპა, ევროკავშირი, მეორე შეერთებული შტატები. ხო ასეა რა. ჩვენ ხო ცოტა ხნის წინ მივისწრაფოდით დასავლეთის ევროპაში, ევროატლანტიკურში ხო მაგრამ და ორივე იყო შეერთებული შტატების ერთ ყوازზე იდგნენ ორივე და შუაგზაში გამოგვეცალა ხელიდან. შეგონი ადგარან ხელწყვაზე? შეერთებული შტატები, იქ სხვა იდეოლოგია, იქ სხვა ფორმით ებრძვიან ეხლა იმას, რაც გადმოიბარა ევროპამ
და პირდაპირ თქვა ზეწოლას ახდენენ ჩვენზე. ანუ ჩვენ ახლა როგორ მოვიქცეთ, სანამ კონკრეტულად გადავა, როგორ მოვიქცეთ, აგერ არის ევროკავშირი, რომელიც გვეუბნება თავის რაღაცა იდეოლოგიას გვახვევს თავზე, აქ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის. რა შუაშია პოლიტიკა და LGBT თემის გაძლიერება. ანუ კანონის გაუქმება, ესე იგი კანონის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ მისი საპირისპირო უნდა დაუშვა და რა თქმა უნდა, რაღაც გძალავს, ხო. ანუ კანონი რომელიც რაღაცას გძალავს, ის გაუქმე და საპირისპირო ნებადართული იქნება. რა თქმა უნდა, ყველაფერი ნებადართული, რომელსაც აკრძალული არ არის. მე გაგვაკეთებინებენ. ეხლა როგორ მოვიქცეთ? შეერთებული შტატების მიმართულებით წავიდეთ, თუ ევროკავშირის სხვადასხვა იდეოლოგიას, საერთოდ სხვადასხვა, ისინი პირიქით ებრძვიან, ესენი პირიქით აქეთ ზეწოლას გვიკეთებენ, რომ ეს პროპაგანდა გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყანაში. 2028 წელს რომ ევროკავშირის ბიუროკრატია შეიცვალოს და სხვა იდეოლოგია წამოვიდეს. მე რა ვქნათ? უკან დასაბრუნებელი გზა გვექნება. ანუ თუ გაფერადდი და მე იმათმა შეიცვალე რა ვქნათ? როგორ გადავიდე? თუ გაფერადდებით. მე აღარაფერი გეშველება. მე უკან ხოდა გაზიდ რას და მე უკვე დააროირას გაკპერუირა. ზუსტად მაგაზე არის ფიქრობ. უკან დასაბრუნებელი აღარა გვაქვს თუ რას ნიშნავს? ვინც დიდი სახელმწიფო თიც დაგვიქნევს და იმას გვეტყვის, რას თვითონ უნდა, ის უნდა ვაკეთოთ და ყველას უნდა დაუწვეთ, როგორ არის საქმე. ანუ ამას ეგრეა, იმას ეგრე გონია. პასუხი კი, მაგათი დედავატირე კიდე რა. ანუ როგორ არის, იცი, ადამიანები ჩვენი მთავარი იდეა, ხო? ქვეყნის რაღაცა იდეა არის თავისუფლება და არის კიდე რაღაცა მივდივართ იქით, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის ინტერესების დაცვა. ეს ყველაფერი ჩვენი ტრადიციების დასაცავად გვიда. სუვერენიტეტი. მაგრამ ეხლა მთავარი ქართველობა რა არის? ტრადიციები ჩვენი. ხო, მეტი ხო არაფერი არ არის კაცო. ჩვენ მთავარი იდეაზე უარი გვათქმევინეს, მაშინ ჩვენ ხო მომავალი არ აგვაქვს. რა უიზო. ეხლა რატომ გვირწყავენ პირდაპირ რატომ მოდიან და ეს ყველაფერი რატომ ჩაგვიწერეს? უყურეთ, დღეს აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე ხშირად ვახსენებთ ხოლმე საბჭოთა კავშირს, ევროკავშირთან შესაბამისობაში ვახსენებთ, მაგრამ ერთ ხაზზე. რა შემთხვევაში გამოდის, რომ საბჭოთა კავშირი ამათთან შედარებით არის დემოკრატიის ოაზისი. და ძალიან მარტივად ახსნი რატომ საფრანგეთამდე მოვალ. მოსამართლეების დასანქცირება არ დაგავიწყდეთ, რომ მოსამართლეების დასანქცირებას აპირებენ. ანუ ეს რას ნიშნავს, იცით რომ თან ოჯახებით და ასე შემდეგ. სხვა მოსამართლეები შეაშინო, თქვენ გადაწყვეტილებები მიიღეთ ისეთი, როგორიც უნდა, ანუ ჩვენ და შესაბამისად საქართველოში ჩვენს ელჩს. იმას უნდა შეეკითხო აღკვეთის ღონისძიების სახეც, სასჯელის ზომაც და თქვათ რა უნდა შეუფარდო საბოლოო ჯამში. აქეთკენ მივყავართ. ეს ხომ არის ჩიხი, ამის იქით გამოსავალი არ არის. ანუ ეს არის დაცინვა არის, საზოგადოების დაცინვა, მასხარად აგდება და დაბეჭავება. მეტი ხო არაფერი არ არის, არა? ის გადაწყვეტილებები ჩვენ უნდა მივიღოთო. აქ ეხლა მოსამართლის დასანქცირება საერთოდ რა შუაშია? რა გადაწყვეტილებებიც მიიღო მოსამართლემ ახლა ამ პოლიტიკურ ეგრეთ წოდებულ ლიდერებთან დაკავშირებით, ეს არის ყველაზე მარტივი. ამ გადაწყვეტილებას გამოიტანდა იურიდიულის პირველი კურსის სტუდენტი, სწორად. შეფასებაც არ ჭირდება. არა, აღიარებით ჩვენება არა. კონსტიტუცია არა, კონსტიტუციაში წერია რა ვალდებულება გაქვს. არასრულებდა კანონში გიწერია რა ვალდებულება გაქვს. ამას არასრულებდა მეტი ამას არც კიცებულება ჭირდება. არც მოწმის დაკითხვა და არც არაფერი, ხო? მარტივია, მხოლოდ უნდა შეაფასოს სასჯელის ნაწილში. არაფერი არ არის აქ ეხლა რთული და ისეთი გადაწყვეტილება მისაღები რომ მოსამართლეს არა გამოძიებას თავიდან არის მოსამართლეს ეფიქრა და სხვა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლეს საშუალებაც არ ქონდა სხვა გადაწყვეტილება რომ მიიღო აი ამას ასანქცირებენ ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხზე მნიშვნელოვანი ანუ როდესაც გეუბნებიან გაუქმეთ გამჭვირვალობის კანონი მე თვითონ მოვისმინე როდესაც პარლამენტში ამის წინ ევროპარლამენტში განხილვა იმდინარეობდა ევროკომისარი ყავთ ესეთი მარტა კოსი რომელმაც გამოვიდა და თქვა რომ ის საქართველოს ხელისუფლება თავისი კანონებით ხელს გვიშლის თავისუფლად დაფინანსების პროცესებშიო რა ხო წარმოგიდგენიათ ანუ ხელისუფლება თავისი კანონით არც კი მალავენ ხელს გვიშლის დაფინანსებაში იმისთვის რომ ჩვენ დავაფინანსოთ ის ხალხი რომლებიც ხვალ და ზეგ პერსპექტივაში რევოლუციას
მოახდენენ. ისე გვერდები არ აუდგათ მაგას, რომ რევოლუციას ვერ მოახდენენ, მაგრამ ეს ხო პირდაპირ გვიცხადებს. და მესამე აგერ კაია კალასმა აი ამ წერილთან დაკავშირებით ერთ-ერთ ინტერვიუში ესეთი რამე განაცხადა. არ ვიცი მიაქციეთ თუ არა ყურადღება. ესე იგი პირდაპირ თქვა რომ ჩვენო განვიხილეთ კიდე სხვა საკითხებიო, რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოში NGO სექტორს. სამოქალაქო საზოგადოებას, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება მოიხსენია. ანუ რა გამოდის? ეს, რასაც დღეს ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით პირობებს გვიყენებენ, ეს არის დახმარება NGO სექტორზე. NGO სექტორისათვის არა. ანუ ჩვენ რომ ვიზა ლიბერალიზაციას არის მათი დახმარება. აგვიუქმებენ, ისინი ეხმარებიან. ყოფილო იქნება. უყურე, გაგვიუქმებენ ვიზა ლიბერალიზაციას, ამით ეხმარებიან იმ პარტიებს და NGO სექტორს. ამაზე მეტი რა უნდა გვითხრას. ანუ ჩვენ ვეხმარებით იმათ იმისათვის რომ დავამთავრებ ხოლმე მთავარი რაც ბოლოსთვის შემოვინახეთ რაც მთავარია ხა უამრავი განმარტება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით რომ თავისთავად ცხადია ამ კანონის გაუქმება ეს რაც არის არასრულწლოვანთა დაცვა და ოჯახურ რაღაცა ანუ რასის ოჯახურს თავიდანვე ვიცით რომ აღარ ღირს ეხა იმის გამეორება რომ ქალი კაცი და ქორწინებასთან დაკავშირებით რომ ქალისა და კაცის ქორწინებაზეა და იქ შვილად აყვანაზე წერია და ასე შემდეგ. აქ ყველაზე მთავარი არის რაც შეიძლება ვერ გათვალეს და რამაც შეიძლება იმუშაოს პირიქით ქართველ საზოგადოებაზე. ანუ პირდაპირ გეუბნებიან რომ თქვენ მწვანე უნდა აუნთოთ LGBT პროპაგანდას სკოლებში და საბავშვო ბაღებში ესე მარტივად მწვანე უნდა აუნთოთ. რასაც აკრძალვას თუ მოხსნი ეგ არის. ხო, ანუ როგორც კი აკრძალვას მოხსნი, შემდეგ უკვე ვალდებული ხარ კანონი მიიღო ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. ეს არის ორჯერ ორი. როგორც დღეს გეუბნებიან ვიზა ლიბერალიზაციას გაგიუქმებო, ამას რომ გაუქმე, მე ერთ კვირაში კიდევ მოაყოლები მიიღებ ამ კანონს. მე მიიღებ ამ კანონს და ასე შემდეგ, ხო? ამას მოყვება, ეს არის შანტაჟის თუ ერთხელ ბურჯანაძის აქციაზე რომ კაცი გამოდიოდა და აღარ მინდა მაგის გამეორება ცნობილი კადრია, სწორი ყოფილა ეს. თუ ერთი წამოეგე ამ შანტაჟს, ხო? მე ჩათვალე რომ 28 წლამდე ისე მიგიყვანონ ყველა კანონს მიგაღებინებენ. აი ხა ის სიამაღლობელი და სხვების რო გამოუშვა. კანონებით რომ გააუქმო. ყველაფერს რო დათანხმდე, სააკაშვილის რო გაუშვა. მაინც არ შეწყდება. მაინც არ შეწყდება. მე გავუარესტებ. მე უნდა იუმო. საბერძნეთში ხალხო რა გააკეთეს? საბერძნეთის მაგალითი ავიღოთ, ხო? კარგა ხანი ხო მივიწყეთ. ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი მიაღებინეს საბერძნეთში, იქ სადაც 10 ტონის მთარი და 9 მილიონი ჩვენზე პროცენტულად ჩვენზე მეტი ის არის რა ქვია. ბოდიში ბაჟნებთან რა შეუსრულეს. მართლმადიდებლებს შეუსრულეს ეგრე გვიპირებენ ჩვენს შეუსრულეს. არა იქ ფული მიცეს, სადაც ეგრე არ არის, აჭმევდნენ, ასმევდნენ და კარგი ხმად ბერძნებს არ მინდა. მე ვლაპარაკე ისე ჩვენი ქვეყანა ვიდიოთ. ეხლა სხვა თემა. ძალიან საინტერესო დისკუსია, რეკლამა უნდა ვნახოთ მეგობრებო.